განდაშავოთ. Кто-то выкинул, это я чувствую. Покажи еще, если сможешь еще. აქვე მინდა მომენტი ვისარგებლო და ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთესი საშუალება აღარ მექნება მისთვის და ყველას რეგიონის ლექტორებს დიდი მადლობა გადაუხადო მთელი ამ წლების განმავლობაში თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას რომ გვიზიარებდნენ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი პროექტის ხელმძღვანელებს, ბატონ დავით ჩხაიძეს და ბატონ გიორგი მოდებაძეს. ისინი მართლა გვერდში პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე და ეხლაც აი ბოლო წუთამდე ჩვენ გვერდში არიან და ყველანაირად გვამოტივირებენ და ხელს გვიწყობენ. მადლობა დიდი. Next team შემდეგი გუნდი არის უნივერსალური პლატფორმის კინემატიკა, გადაწყვეტილი ალექსანდრე ტყაბლაძე. გამარჯობა, მე ვარ აკაკი, ეს არის ალექსი. ჩვენი პროექტის სახელი არის უნივერსალური პლატფორმა. აი ის რობოტი, რომელიც თქვენგან მარჯვნივ არის, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სლაიდზე ახლა კინემატიკის გუნდი წერია, ამ პროექტზე მუშაობდით 8 ადამიანი, ვინც დაყოფილი ვიყავით 3 გუნდად. ესენი არის პირველი ჩვენ ვართ, ეს არის კინემატიკის გუნდი, შემდეგები არის დაბრკოლებების გუნდი და human interaction, რომელიც ადამიანის რაღაც მიმიკას და ჯესტურებს განიხილავდა. გახლავთ პასუხი ბაბურაძე და გუნდის წევრები ვართ მე, რომან ცუხიშვილი და საბა ჭანგელი. რაც შეეხება ჩვენს პროექტს. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო, რომ შეუქმნა რობოტის ნავიგაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მის სივრცეში გადაადგილებას ყოველგვარი დაბრკოლებების გადადგმით. ამისათვის გამოვიყენეთ ამ პროექტში 4 წელი მანძილზობის სენსორი, რომელიც სტაციონარულად მივამაგრეთ თვითონ რობოტს 4 მიმართულებით. თვითონ ეს 4 სენსორი მანძილზობის სენსორი დავაკავშირეთ ESP32-დან, რომელიც დამუშავებულ მონაცემებს, ამ სენსორებიდან წამოსულ მონაცემებს აკრძალვის ROS სისტემაში და უკვე ROS სისტემაზე წინაგულმა ისაუბრა როგორ მუშაობს. ვინაიდან ჩვენი პროექტი სულ საჭიროებდა ტესტირებას და დაკვირვებას, გადავწყვიტეთ, რომ შევექმნათ ისეთი სიმულაცია, რომელშიც ამ ყველაფერს გამოვსვით და შემდეგ უკვე ფიზიკურად გადავიტანდით ფიზიკურ სივრცეში. ეხლა ჩაიდო. მადლობა კიდევ ერთხელ, ეხლა შემდეგ გუნდს მოუხმობ. ეს არის უკვე ადამიანთან ინტერაქცია, ბაჩანა წილყოვა, პედრო სამერხარია, ნიკოლოზ ბიქოვი. მოგესალმებით, მე ვარ ბაჩანა წილყოვა, ჩემი ჯგუფის წევრები პედრო სამერხარიანი და ნიკოლოზ ბიქოვი. ჩვენი ჯგუფის მუშაობდა არსებული რობოტზე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ადამიანთან ინტერაქცია. მოკლედ ახლა ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ რობოტისთვის დაგვემატებინა ისეთი ფუნქცია, რომელიც მასთან ურთიერთობას გახდა უფრო მრავალფეროვანს და სახალისოს. ამისთვის შევიმუშავეთ 3 ალგორითმი, რომლებიც არის ჟესტების ამოცნობა, ფერის და ემოციების ამოცნობის ალგორითმები. უფრო კონკრეტულად რომ გესაუბროთ, ემოციების ამოცნობის ალგორითმი სახეზე ხატავს წერტილებს და ამ წერტილების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგენს ადამიანი თუ რა ემოციას გამოხატავს და ინფორმაცია გამოაქვს ეკრანზე, როგორც ემოჯები არის გამოსახული. ჟესტების ამოცნობას გავსად ხელებზე ხატავს წერტილებს და ამის მიხედვით ადგენს თუ რამდენი თითი გვაქვს გაშლილი. ასევე ამ ფუნქციას დავამატეთ, რომ 2 თითის გაშლის შემთხვევაში უნდა ჩაერთოს ფერის აღქმის ფუნქცია, ხოლო 5 თითის გაშლის შემთხვევაში ეს ფუნქცია უნდა გაითიშოს. რაც შეეხება ფერის ამოცნობას, ჩვენ წინასწარ გამოვისაზღვრეთ ფერი, თუ რა ფერი უნდა ამოცნოს რობოტმა. ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ წითელი, როდესაც რობოტი დაინახავს ყველაზე დიდ წითელ ობიექტს, დაიწყებს მის ტრეკინგს და უკან გაყოლას. პასუხისმგებლობები იყო, ჩვენ პასუხის შედიოდა კომპონენტების მოძება, ასევე 3D მოდელების დამზადება და კონსტრუქციის აწყობა და ნაშრომზე მუშაობა. პეტროსის მოვალეობები იყო ფერის ტრეკინგის ალგორითმზე მუშაობა, პრეზენტაციის შექმნა და პოსტერის
შემუშავება, ხოლო ნიკოლოზ ბექაურმა იმუშავა სახის ემოციების ამოცნობაზე, ჟესტების ამოცნობის კოდზე და ასევე ვებგვერდის შექმნაზე. ასე ჩვენს პროექტში დიდი როლი ითამაშეს ჩვენმა მენტორებმა, ბატონმა დავით ჩხაიძემ და გიორგი მოდელაძემ, მინდა რომ მათ მადლობა გადავხადოთ. ეს იყო ჩვენი პროექტი, მადლობა ყურადღებისთვის. რატო გვჭირდება ჭკვიანი ნაგვისურნა და რა არის ჩვენი პროექტის მიზანი? დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გლობალური პრობლემა არის ნარჩენები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაგვირდებით. სამუშაო ადგილებზე, უნივერსიტეტებში, სკოლებში და პარკებში. ხშირად ხვდებით, როგორ გადმოიღება ნაგავი ურნიდან და ეცემა იფრინს. ეს არა მხოლოდ ჰიგიენის, არამედ ვიზუალური დამონწვრების პრობლემაც არის და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრისთვის ტექნოლოგია გამოვიხმაროთ და შევქმნათ ჭკვიანი ნაგვის სურნა. ჩვენი პროექტის მიზანი ნაგვის სურნების სენსორული მართვის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენურ გარემოს კონტაქტის გარეშე ნაგვის გადაღრად. ასევე უსაფრთხოების გაუმჯობესებისას ხანძრის დროს აღმოჩენისა და რეაგირების მეშვეობით. და ბოლო გუნდი დესკტოპის უნივერსალური კონტროლი ნიკოლოზ ანგულაძე, გიორგი ვორონცი. მოგესალმებით, მე ვარ ნიკოლოზ ანგულაძე, ეს ჩემი დიპლომი არის და შუათ კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები და წარმოგიდგენთ ჩვენი ფინალური პროექტის პრეზენტაციას. პირველ რიგში მინდა დავიწყო мотивაციით. მე და ჩემი გუნდელი შევთანხმდით, რომ დიდი ხანი კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად ვიწევს ეგრეთ წოდებული შორტკატების გამოყენება და ყოველთვის არ ვიცით ამ შორტკატების ღილაკების კომბინაცია. ვიწევს ამ შორტკატების მოძებნა ინტერნეტში და შესაბამისად პროდუქტიულობა გვივარდება და ვიწევს დროის დახარჯვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ ამ გამოწვევის მოსაგვარებლად ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვიძლია მოწყობილობა, რომელსაც ექნებოდა შემდეგი მახასიათებლები, იქნებოდა მომხმარებელზე მორგებული, მარტივად გამოსაყენებადი და პერსონალიზირებადი. ეხლა რომ მივხვდით გავაკეთოთ პროდუქტს. ჩვენ გადავწყვიტეთ Arduino Pro Micros ბაზაზე შეგვიძლია მოწყობილობა, რომელსაც ექნებოდა 6 ღილაკი, თითოეულზე ექნებოდა განსაზღვრული ფუნქცია, მას ექნებოდა microSD ბარათის მოდული და ექნებოდა microSD ბარათი, სადაც შეინახებოდა კონფიგურაციის ინსტრუქციები. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, ჩვენ შევქმნით პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მიზნებს და მომხმარებელს უმარტივებს კომპიუტერთან ინტერაქციას და მის სამუშაო გამოცდილებას უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის. ამით ჩვენი პრეზენტაცია დასასრულს მივახლოვდა. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აქვე მინდა მომენტით ვისარგებლო და ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთესი საშუალება აღარ მექნება მისთვის და ყველას რეგიონის ლექტორებს დიდი მადლობა გადაუხადო. მთელი ამ წლების განმავლობაში თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას რომ გვიზიარებდნენ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი პროექტის ხელმძღვანელებს, ბატონ დავით ჩხაიძეს და ბატონ გიორგი მოდებაძეს. ისინი მართავ პროექტში პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე და ეხლაც აი ბოლო წუთამდე ჩვენ გვერდში არიან და ყველანაირად გვამოტივირებენ და ხელს გვიწყობენ. მადლობა დიდი.